მიზეზი. მოგესალმებით. პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ბირჟა მაფიის პროექტი და ეს არის კი რეპი, არის ჰიპ-ჰოპი, მაგრამ ყოველი მათი სიმღერა არის გარკვეული შარჟი. აქედან გამომდინარე ყველაფერს ესე სერიოზულად ვერ მიუდგები, მაგრამ კი შეიძლება გაუსვეს რაღაც პრობლემას ხაზი, თუნდაც სისტემის უსამართლობას აქედან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან არაადეკვატური შედეგი მოყვა ამას და პროკურატურა საუბრობდა იმაზე პირველ სასამართლოს დავესწარე მე ქებურიას სასამართლოს და პროკურატურა საუბრობდა იმაზე, რომ ეს იყო ვითომ მიზეზი შექმნილი, იმიტომ რომ დაიჭირეს ბიჭები კლიპზე. არა და მე მაქვს მონაწერები, სანამ დაიჭერნენ ქებურიას ვწერდი წინაღამით რა შვები მეთქი ჩვეულებრივად საუბრობდით და მითხრა რომ მე მგონი შსს მაგრა გაღიზიანდა იმიტომ რომ აჭარანეთს შეეხმიანენო და ჩვენ მოგვიწია კლიპის დაბლარვაო ეს იყო საქმეთა სამინისტროდან შეეხმიანენო ესე მითხრა ანუ ჩვენ მაგ კიდევ სკრინები რომ საუბრობთ ერთმანეთთან შეგიძლია რომ გვაჩვენო კი არ არის პრობლემა კი რომელი რიცხვით არის გეტყვით რა ძალიან უხერხულია ეხლა არა სამხილია მე ვიცი ადვოკატსაც უთხარი არა არ არის პრობლემა მაგრამ ანუ არ კი არ გვაჩვენო უბრალოდ რიცხვი რომ გითხა როდის წინაღამეა ანუ ვიდრე დაიჭერდნენ წინა დღეს მან უკვე ვიღაცები გაღიზიანდნენ ქებურია ჩვენთან არის ჩვენთან მუშაობს რადიოგრაფიტში აქედან გამომდინარე მე ვწერდი უბრალოდ ტოპათეულის შედეგებზე საუბრობდით მაგაზე უნდა მიმეწერად მოვიკითხე როგორ იყო და მითხრა რომ მე მგონი შსს მაგრა გაღიზიანდა რადგან აჭარანეთს შეეხმიანენო ესე მითხრა რა და დეტალურად მართლა არ გვისაუბრია უბრალოდ უთხარი აი ესე უთხარი პირდაპირ აჭარანეთი პრიჩომ ესე მივწერე და მითხრა რომ ხო მაგათ გადაიღეს კლიპი და მაქედან გამომდინარე დავბლარეთ მე შევედი და ვნახე რომ დაბლარეს უკვე დადებული კლიპი. აქედან გამომდინარე შენ ფიქრობ რომ ეს იყო კლიპის გამო და რა თქმა უნდა აბსურდია ბიჭებს რომ რაღაც ნარკოტიკი დებოდათ ეგ არის ყოველად გაუმართლებელი და მე დასრულე გისმენ დასრულე ან ვიცნობ ბიჭებს და ვიცი რომ ბანალური ფრაზაა ეს შეიძლება მაყურებელი ისმენდეს და ეხა რეპერები არიან და ნარკომანები არიან შეიძლება რაღაც ისეთი აქვს შექმნილი მაგრამ კონკრეტულად ეს ბიჭები ცხოვრობენ აი ზედმეტად სუფთად ლუდს არსვავენ ელემენტარულად ხო არ არის მაგაში დანაშაული მაგრამ ვიცი როგორ ცხოვრობენ იმიტომ რომ თუნდაც ბღალობლიშვილი და მე ალბათ 15 წელი ერთმანეთს ვიცნობ და თქვენ ამბობთ რომ მათ არანაირ სრულიად სუფთები არიან აი სრულიად არ აღმოჩნდა მათ სისხლში არც ადრეული მოხმარება არც უახლესი წარსული. როცა გავიგე რომ დაიჭირეს, მე ვიფიქრე, კარგად არ ვარ ჩახედული კანონებში და მე ვიფიქრე პირველ ის რომ ალბათ კანონში იყო რაღაც პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა რომ არ შეიძლება მაგათად გააშარჟო პატრულის თანამშრომელი. მე ეს ვიფიქრე, იმიტომ რომ იმას ვერ წარმოვიდგენდი რომ ნარკოტიკი პაბლო ესკობარი გამოიყვანეს გიორგი ქებურია ჩემი ძმაკაცი, KG. კარგი, მადლობა. მე სანამ გადავალ ჩვენს სტუმრებთან მაგიდასთან